I'm German homolos, I drink coffee and I know things. მეექვსე ეპიზოდის თემა არის ნოეს კიდობანი ღრმა ხედვით. თვითონ ეს ამბავი და მისი სიღრმისეული მნიშვნელობა სუფთად და გარკვევით რომ დავინახოთ, დაგჭირდება მისი გაშლა პირველ რიგში. ვინ იყო ნოე? ეს იყო ადამიანი, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება იცხოვრა მოუკლებელი, გაუბზარავი, ნათელმოუკლებელი უფლის რწმენით, როგორც მასია ნათქვამი, ის ღმერთთან ერთად დადიოდა. სულიწმინდა მასთან ერთად იყო მუდმივად. მოკლედ, უდიდესი რწმენა ჰქონდა ამ ადამიანს, ურყევი და ძლიერი. ასეთებსვე ზრდიდა შვილებს, ასეთივე ჰყავდა მეუღლეც. ნოე იყო ადამიანი, რომელიც ბოლომდე მიენდო უფალს. დღეს მინდიხარ უფალო და ხვალე აღარ, ახლა ვიღაცას დავჩაგრავ, გავქურდავ და ხვალ ვილოცებ შენთვის, გაჭირებულებს დავაყურებ, თან ჯერა შენი, თან არ მჯერა, დღეს სიკეთეს გავაკეთებ, ხვალე ბოროტებას. ასეთი კი არ იყო. არამედ ბოლომდე ღვთისკაცი იყო ნოე, ბოლომდე მინდობილი უფალს. როგორი იყო მისი დროის სამყარო, ანუ მსოფლიო? პირდაპირ და ესე ბასრად რომ ვთქვათ, გადარყვნილი ბოროტებისა და ურწმუნოებისგან. არც მეტი, არც ნაკლები. ყველა მიწიერ სიამოვნებაზე, გართობაზე, ჭამასმაზე, გამრავლებაზე, სიმდიდრის დაგროვებაზე ფიქრობდა მხოლოდ ყველა. არავითარი სულიერება, ღმერთის ხსენებაც კი არ უნდოდათ. ისე იმეტებდნენ ერთმანეთს მოსაკლავად, როგორც არაფერი. სისასტიკე, დაუნდობლობა, უღმერთობა, ძალადობა, გარყვნილება, მოკლედ, კაცობრიობა, ადამიანები ემსგავსებოდნენ ჩვეულებრივ დემონებს. აღარავითარი სიყვარული მათ აღარ ჰქონდათ ერთმანეთის მიმართ და წარმოიდგინეთ, ასეთ სამყაროში არსებობს ადამიანი, რომელიც შემკულია ყველა იმ კეთილი დადებითი თვისებით, რაც უფალს სურს, რომ ადამიანს გააჩნდეს. ვგულისხმობ ნოეს და ეს მისი სიკარგე მის ოჯახსაც აისახებოდა. სიკეთე წარმოშობს სიკეთეს, სიყვარული წარმოშობს სიყვარულს. როგორ ფიქრობთ, შვიდად ცხოვრობდა ნოე იმ დროის მსოფლიოში? არავინ ებრძოდა მას, არ დევნიდნენ, არ დასცინოდნენ, არ რიყავდნენ, რა ღმერთი, რის ღმერთიო, გადი დაგვანებე თავიო, როგორც დღეს ჭეშმარიტ ქრისტიანებს დევნიან მთელ მსოფლიოში. სუსტად იგივე ხდებოდა მაშინაც. სუსტად ასე დევნიდნენ ნოესაც და მის ოჯახსაც. რა თქმა უნდა, ნოე არ ცხოვრობდა მშვიდად და უზრუნველად. გარეგნულ სიმშვიდეს გულისხმობ, თორემ შინაგანად ყველაზე მშვიდად გრძნობდა თავს. ღმერთი ჰყავდა გულში და აბა სხვანაირად როგორ იქნებოდა. მაგაზე დიდი ბედნიერება და სიმშვიდის შეგრძნება რაღა არის. ასეთ სამყაროში, სადაც ბოროტების ჭაობში იძირება კაცობრიობა, ნოეს მსგავსი კაცი უფლის ყურადღებას თავისთავად მიიქცევდა, ხომ? ითმინა უფალმა, ითმინა, მისცა დრო ადამიანებს, ცოტა კიდევ, იქნებ მოbrunდნენ სწორ მხარეს, იქნებ მოინანიონ, იქნებ, ცოტა ხანი კიდევ, ცოტა კიდევ და არა და არა. ვერც ერთი შანსი ვერ გამოიყენეს ადამიანებმა. გადაწყდა, რომ უნდა განადგურებულიყო კაცობრიობა, რომელმაც საბოლოოდ თქვა სიყვარულზე, ანუ ღმერთზე უარი. მაგრამ ისე უყვარვართ, რომ მაინც მისცა კიდევ ერთი შანსი. წარმოიდგინეთ, მაინც მისცა შანსი და დრო, თანაც წლები, ერთი და ორი დღე კი არა, არამედ წლები, რომ მაინც შეძლებოდა თავის გადარჩენა. აცნობა ნოეს, როგორც თავის რჩეულს, რომ პლანეტას საყოველთაო წარღვნაწალ ეკავდა
და ვერავინ გადარჩებოდა საიმედო თავშესაფრის გარეშე. ნოეს უნდა აეგო შემაღლებულ ადგილზე, მთაზე, ნაგებობა, რაც ჩვენ დღეს წყლის ხომალდი გგონია, დიდი გემი გგონია, ანუ კიდობანი, რაც გადაურჩებოდა ამ გიგანტურ საყოველთაო წარღვნას, ოკეანის წარმოშობას. რადგანაც ღმერთს ადამიანების გარდა თავისი სხვა ქმნილებებიც ძალიან უყვარს, ისინიც უნდა შეეყვანა ამ ნაგებობაში ნოეს. და დაიწყო ნოემ თავის ოჯახთან ერთად კიდობნის აგება. და ეს იყო ჩვენი დღევანდელი სამყაროსთვისაც კი დაუჯერებლად მასშტაბური ნაგებობა, უზარმაზარი, რის აშენებასაც 10 წლეულები დასჭირდა. წარმოიდგინეთ, 10 წლეულები ჰქონდათ დრო ადამიანებს მონანიების, გამოსწორების, ღმერთთან დაახლოების, რწმენაში გაძლიერების და რა გააკეთეს? გულგრილობა ამჯობინეს. აქტიური დამოკიდებულება ნოეს ნათქვამის და გაფრთხილების მიმართ. იმდენად იყვნენ მოცული ამ პარტავნებით, ჩვენია ეს ყველაფერი, ეს პლანეტა, ეს სამყარო, ეს მიწა, ეს ცა, ეს ცხოველები, ჩვენი თავები, სხვების სიცოცხლე, ყველაფერი ჩვენია და ვერავითარი ძალა ვერ შეძლებს ჩვენს განადგურებას, იმდენად იყვნენ შეპყრობილი ამ აზრებით, რომ არც კი დაუშვეს, რომ დაეჯერებინათ ნოეს გაფრთხილება. ესეც ჩვენი დამოუკიდებლობა და თავისუფლება. როგორ უყურებენ დღეს ჭეშმარიტ ქრისტიანებს, მართლმადიდებლებს, ვისაც ბოლომდე სწამთ ქრისტეს ღმერთობა? დასცინიან, ხო? თუმცა ყოველთვის მართლმადიდებლებს დევნიდნენ, ყველაზე მეტად დევნიდნენ მართლმადიდებლებს, რადგან ეშმაკმა იცის, რომ ეს არის ერთადერთი ჭეშმარიტი სარწმუნოება, ერთადერთი ჭეშმარიტი გზა, ჭეშმარიტ ღმერთამდე მისასვლელი და ამიტომ ებრძოდა ყველაზე მეტად მას. ხომ დევნიან ქრისტიანებს ის აი ზუსტად ასე დასცინოდნენ ნოეს და მის ოჯახსაც. რისთვის აშენებ მაგასო? კიდობანი თავის მხრივ ეს არის რწმენის სიმბოლო, რომელიც ბოლო დღეებში ადამიანებს სამუდამო განადგურებისგან გადაარჩენს, ისე როგორც გადაარჩინა კიდობანმა მორწმუნე ნოეს ოჯახი და ცოცხალი ქმნილებები. რომ აშენებდნენ, დასცინოდნენ, ბრაზობდნენ, ალბათ ხელსაც უშლიდნენ, ვინ იცის ამდენი დრო მისაგება სწორედ ხელის შეშლის გამოც კი დასჭირდა. ეშმაკს ისე სძულს ადამიანები, რომ მთელი ძალით ცდილობს მათ ცდუნებას, მათ განადგურებას. წარღვნა მართლაც მოხდა და მას მხოლოდ მორწმუნენი გადაურჩნენ. თლიანი ეს ამბავი არის მაგალითი დღევანდელი კაცობრიობისთვის, რომელსაც თავის მოტყუება ასე ძალიან მოსწონს, რომ ღმერთი გვითმენს, გვპატიობს, გვაძლევს დროს, განუზომლოდ გვაძლევს შანსს და საშუალებას, რომ შევიყვაროთ ერთმანეთი და ბოროტება გავაგდოთ ჩვენი გულებიდან. კიდობანსაც გვიშენებს, თან მის აგებასაც, რაც შეუძლია ახანგრძლივებს, რომ რაც შეიძლება მეტი სული გადარჩეს, აი მეტი რაღა გააკეთოს. მეტი რაღა უნდა გააკეთოს. ადამიანები მაინც არ უჯერებენ მას, ამიტომ ისპობა ძველი სამყარო და ახლიდან იწყებს კაცობრიობა გამრავლებას მორწმუნე კაცის სისხლისგან და ხორცისგან, ნოესგან. თუმცა გვპირდება, რომ ასეთი საყოველთაო განადგურება მეორედ აღარ მოხდება. ეს მოხდა, გაკვეთილი უნდა იყოს ყველასთვის, რომ როგორც არ უნდა შეგშალოს ამ პარტავნებამ, რომ მე ვარ და სხვა არავინო, მე ვარ ჩემი თავის ღმერთიო, როგორც არ უნდა გაგაგიჟოს ეშმაკმა, წარღვნის ამბავი შეხსენება უნდა იყოს, რომ ადამიანი მტვერია ღმერთის გარეშე და მის გარეშე არაფერი შეუძლია. მასთან ერთად კი ასეთი საშინელი კატასტროფასაც კი გადაურჩება ცოცხალი.
რომ მასთან ერთად სიკვდილიდან მარადისობაში გადაინაცვლებს. ის რომ ტექნოლოგიურად განვითარდით, ცათამბჯენები ავაგეთ, ლამაზი სამოსის ჩაცმა ვისწავლეთ, ფული დავაგროვეთ, გემრიელი კერძები გამოვიგონეთ და კარგად ბლომად ცოდნაც დავაგროვეთ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ღმერთი აღარ გვჭირდება და ეს ჩვენ ვართ ღმერთები საკუთარი თავის. ეს არის სამპარტავნება. და როგორ დაამთავრა ამ ცოდვის პირველმა ჩამდენმა, ყველამ კარგად ვიცით. უფალო, შენს გარეშე არაფერი იქნებოდა და არაფერი ვიქნებოდით.